მოგესალმებით, გთავაზობ 12 ნოემბერი 1983 წელს დაბადებული ქალბატონის ასტროლოგიური რუკის გარჩევას. შევეცდები, რომ რუკა გავარჩიო სპეციალური ტერმინების გარეშე და ვიწყებთ ერთ შეხედვით. ეს ადამიანი არის ძალიან მშვიდი, ძალიან წყნარი, თუმცა შიგნით ძალიან დიდი ბობოქარი ემოციები აქვს. ამ ადამიანს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ მიიღოს პატივისცემა და მიიღოს წარმატება. ყოველთვის არის მაგალითი გარშემომყოფებისთვის თავისი პატიოსნებით, თავისი მოწესრიგებულობით. აქვს ადამიანების მორიგების საშუალება, აქვს ძალიან დიდი ცნობის მოყვარეობა და შეუძლია ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია გადაამუშავოს, თუმცა მალე ბეზრდება ერთი და იგივე საქმის გაკეთება. მის სწრაფება აქვს, ძალიან მოსწონს, ოცნებობს უпростоრად მოგზაურობაზე. ძალიან კარგი იქნება თუ დაკავდება სპორტით და არიან ჯიუტები, თავიანთ აზრს ძალიან მკაცრად იცავენ. რაც შეეხება სიყვარულს, აქვთ ჩაკეტილობა და მარტოხელობის განცდა. მათ დროდადრო სჭირდებათ, რომ მარტო გაატარონ დრო და ცოტათი გაურბიან საზოგადოებას. ძალიან გულდაწყვეტილი არიან რომანტიკული ურთიერთობებისაგან. ძალიან ემოციურები არიან შიგნიდან, მაგრამ ამას არ გამოხატავენ. რაც შეეხება დედასთან ურთიერთობას, ჰყავს ინტელექტუალი დედა, რომელსაც არ მოსწონს ზედმეტი ემოციების გამოხატვა, ზედმეტი მოფერება და ეს უჩენს პროტესტს. ასე რომ შეეცადეთ დედასთან აწყოთ ურთიერთობა, გაარკვიოთ ყველა საკითხი და მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი გეუბნებათ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. აპატიეთ სულ ყველაფერი, რასაც თვლით, რომ არასწორად გეუბნებათ და თქვენი მიზანი არის, რომ აბსოლუტურად გაქვთ ყველა მონაცემი იმისთვის, რომ მიაღწიოთ საქმეებში ძალიან დიდ წარმატებას. შეგიძლიათ ძალიან დიდი შრომის მოყვარეობა გაქვთ, ძალიან დეტალებში ჩაკირკიტებული ხართ, ძალიან სუფთა ხართ, ძალიან გამკეთებელი ხართ, მაგრამ ამასობაში ძალიან გეშინიათ ადამიანებთან პირდაპირ ურთიერთობისა და საკუთარ თავს გაურბიხართ. ბევრი ილუზია გაქვთ, რომლებსაც სხვებისგან მალავთ და ძალიან მდიდარი შინაგანი ცხოვრება გაქვთ. თუმცა ერთი შეხედვით ძალიან ცივად გამოიყურებით. თქვენი წარმატების პლანეტა, თქვენი ფორტუნა არის შრომის მოყვარეობაზე, საქმეების ძალიან აკურატულ გაკეთებაზე, გაქვთ ძალიან კარგი ხელი და მიიღებთ ძალიან დიდ ბედნიერებას. თქვენი ცხოვრებისეული მიზანი არის, რომ ესე იგი მეშვიდე სახლი არის თქვენი კონფლიქტი საკუთარ თავის განვითარებიდან მიდიხართ
გაქვთ დაძაბულობა გაცემასა და მიღებას შორის. ცდილობთ, რომ სხვა ადამიანებს შეუქმნათ კომფორტი, ცდილობთ, რომ თქვენს გვერდზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება ოჯახის წევრები, მეზობლები თუ საყვარელი ადამიანი, შეეცადოთ, რომ იყვეთ იმასთან ძალიან რბილი, თბილი, ზედმეტად ემოციური ადამიანი ხართ, ხვდებით სხვა ადამიანების განწყობას, ხვდებით ვის რა ჭირდება, როგორ ჭირდება და მაქსიმალურად ცდილობთ იმ ადამიანებს შეუქმნათ კომფორტი, იყოთ ძალიან კაი გოგო, ძალიან თბილი, ძალიან რბილი და ეს არის თქვენი შეცდომა. შეეცადეთ აჩვენოთ თქვენი მიდრეკილებები, თქვენი მე გამოკვეთოთ და მოიქცეთ ისე, როგორც პირადად თქვენ მოგწონთ. როცა შეძლებთ საკუთარი თავის გამოხატვას, დაგილაგდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესთან, დაგილაგდებათ ურთიერთობა მამაკაცებთან, რაც შეეხება ქორწინებას, ცოტა რთული სიტუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმდენჯერ გული დაგწყდა თქვენ რომანტიკულ ურთიერთობაში, რომ გეშინიათ რომელიმე ადამიანთან ურთიერთობის ძალიან გეშინიათ იმისი, რომ ისევ გული არ დაგწყვიტონ, ამიტომ ყველანაირ ურთიერთობაზე უარს ამბობთ. მაგრამ თუ თქვენ თავიდანვე ურთიერთობის დასაწყისში აჩვენებთ თქვენ ხასიათს, მერე შეგიყვარებენ ისეც, როგორც ხართ და გული აღარ დაგწდებათ. ეს ერთი და მეორე, ესე იგი, იმდენად რამდენადაც შინაგანად ხართ, ესე იგი, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური წარმატება, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გამოიყურებით საზოგადოების წინაშე და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სახე, თქვენი პატიოსნება, თქვენი სახელი, ძალიან ახართ დაფიქსირებული, ვინ თქვენზე რას ამბობს, როგორ ამბობს, ამიტომაც აირჩიეთ ისეთი ადამიანი, რომელსაც ექნება სოციალური წარმატება, ექნება თანამდებობა ან სიმდიდრე და გონების კარნახით შეგიძლიათ გაყვეთ იმ ადამიანს. არ არის აუცილებელი თავიდანვე დიდი რომანტიკული გრძნობა გქონდეთ. თუ თქვენ აწყობთ ურთიერთობას მეგობრობის დონეზე, იქნებით საკმაოდ ბედნიერი. ასევე არ ითამაშებთ, ძირითადად გაქვთ მიდრეკილება, რომ შეგეცოდოთ სხვა ადამიანები, შეგეცოდოთ ყველა გაჭირვებული, დაეხმაროთ მათ. ეს თვისება გადადის კაცებთან ურთიერთობაშიც და როცა რომელიმე ადამიანს გაიცნობთ და თავს შეგაცოდებენ, ცდილობთ, რომ ყველანაირად დაეხმაროთ და სითბო გამოიჩინოთ. ეს არასწორია. ნახეთ ძლიერი ადამიანი, ნახეთ ჩამოყალიბებული ადამიანი და 39.5 წლის ასაკისთვის გექნებათ სერიოზული შანსი. თქვენი პლანეტების მდებარეობა ამბობს, რომ იქნებით საკმაოდ მდიდარი და იქნებით საკმაოდ წარმატებული და ისეთი, რომ ადამიანები თქვენგან მაგალითს აიღებენ. ასე რომ უპირველესად, სანამ ეს ასაკი მოგივიდოდეთ, დაალაგეთ ურთიერთობა დედასთან, შეეცადეთ არ გაბრაზდეთ მის ნათქვამ სიტყვებზე, როცა დედასთან მოაგვარებთ ურთიერთობას, შემდეგ თქვენ შეგნებაში მაღლა აწიეთ მამის სახე, ეცით მას პატივი მიუხედავად იმისა, როგორია, იმიტომ რომ ყველანაირ წარმატებას, რომელსაც აღწევთ, თქვენ მამის გენები გაძლევთ, პატივი ეცით მამის ფესვებს, მამის ისტორიას შეისწავლეთ, ვინ იყო თქვენი ბებია და განიხილეთ ეს ყველაფერი არა უარყოფით სტილში, რომ რატო გაწყენინათ, როგორ გაწყენინათ, არამედ გაუგეთ იმ ადამიანებს. როცა ამ ყველა თქვენს წარსულს, თქვენს გენეალოგიას ყველაფერს გადაქეკავთ და დაწყნარდებით, ესევე
დაგიწყნარდებათ და საკმაოდ წარმატებული მომავალი ცხოვრება გელოდებათ. ასე რომ გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ბედნიერებას, კარგად ბრძანდებოდეთ და იმედი მაქვს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაობა, ამიტომაც აუცილებელია იმისათვის, რომ პირადი ცხოვრება მოაგვაროთ, იმდენად მომხიბლავი და იმდენად საყვარელი ადამიანი ხართ, იმდენად კარგად შეგიძლიათ თქვენი ადამიანებთან ურთიერთობა, საუბარი, სადმე მომსახურების სფეროში შეგიძლიათ რომ დაიწყოთ მუშაობა, თუ ამას არ გააკეთებთ და რაღაცა პერიოდის განმავლობაში სახლიდან უნდა გახვიდეთ და სხვა ადამიანებთან მიურთიერთობოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ჩაკეტილი იქნება თქვენი პირადი ცხოვრება. უნდა იყვეთ მეტად რისკიანი, უნდა იყვეთ მეტად გამოხსახოთ უფრო მეტად ეგოისტი, ძალიან ბევრი კარგი თვისება გაქვთ, ხართ ძალიან კაი შემსრულებელი, ძალიან სუფთა, ძალიან გამკეთებელი და ძალიან კარგი იქნება თუ სადღაც ან მაღაზიაში, ან სადმე, ან ისეთ ადგილზე, სადაც მომსახურების სფეროა, იმუშავებთ რაღაცა პერიოდის განმავლობაში და დღის განმავლობაში გახვალთ სახლიდან, საღამოთი მოხვალთ სახლში. თუ ამ პირობას შეასრულებთ, თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან მალე აეწყობა და 39 წლის ასაკისთვის, 39.5 წლის ასაკისთვის უკვე გექნებათ საკმაოდ კარგი ოჯახი და იქნებით საკმაოდ წარმატებული. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.